Ბახიძემ ერთი დღეც ვერ მოითმინა და სომხეთიდან დაბრუნებულმა ისევ ევროპელების ლანძღვა დაიწყო და ისინი საბჭოთა მიდგომებში დაადანაშაულა, რაც ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი არის ირაკლი კობახიძის მორიგი წარუმატებელი ვიზიტის შედეგი, ვინაიდან მას არ ჰქონდა არანაირი პირისპირ შეხვედრა, მაღალი რანგის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, ქართულ მხარეს ამის მცდელობა ჰქონდა. მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, რომ გამართულიყო შეხვედრა მათ შორის ევროპული წარმომადგენლობის ძალიან მაღალ დონეზე, მათ შორის იმ ბიუროკრატიის ეგრეთ წოდებული ბრიუსელის, რომელსაც ყოველდღე ლანძღავს კობახიძე და ბოჭორიშვილი და სხვები, მათ მიიღეს უარი ამ შეხვედრაზე. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად დღევანდელ ვითარებაში კობახიძესთან შეხვედრა, ისევე როგორც ცხადია, რომ არ მიიჩნია ეს მიზანშეწონილად არც ერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა და სწორედ ამიტომ ჩვენ ნახეთ, რომ კობახიძეს არ ჰქონდა არც ერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არც ერთ ევროპელ ლიდერთან, როდესაც მსგავსი ფორუმები პირველ რიგში სწორედ ამისთვის გამოიყენება. ეს ხალხი არის, ვისაც ესენი ეძახიან ხან Deep State-ს, ხან გლობალური ომის პარტიას, ხან მასონთა ლოჟებს და ხან რას და ხან რას და რაც ჩადიოდა, რას ელაპარაკებოდა საერთოდ, მაგრამ ეხლა რა კომენტარებს აკეთებს, ეგ რაღაც ის არის. საბჭოთა მიდგომები აქვს. გაბრაზებული, ნაწყენი ბავშვის ამბავი არის, გამარჯობა არ უთხრა არავინ, მე მგონი მაკრონის გარდა და აღარ იციან ეს მაკრონის კადრები აქვს, მაგრამ მაკრონი ესალმება აქ, მაკრონი ესალმება ერევანში, მაკრონი ესალმება სტრასბურგში, მაკრონი ესალმება ბრიუსელში და მაგას ატრიალებენ. საბჭოთა მიდგომები ვერ ექნებათ, იმიტომ საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელსაც ოკუპაცია მოახდინა ამ ქვეყნის და იყო ანექსორი, წაღებული ქონა საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა და კი, ბიუროკრატიის კრიტიკა შესაძლებელია, მეც ვიკრიტიკები ევროკავშირში გაზრდილი ბიუროკრატია და გაზრდილი ცენტრალიზაცია, მაგრამ ამის გამო საუბარი იმაზე, რომ ეს არის საბჭოთა კავშირი, არის იდიოტობა. სომხეთი კი უკვე მეორე დღეა მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრია, იქ იმყოფებიან მსოფლიო ლიდერები და საქართველოდან ერევანში არიან ჩასული ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენლები. როგორც ვიქტორ ყიფიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, ისინი ერევნის დიალოგის ფორმატში იღებენ მონაწილეობას და როგორც თავად განმარტავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ესაუბრონ პარტნიორებს და დაანახონ ქართული ოცნების ალტერნატივა მათი მოძრაობის სახით. არის მეორე მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით და მიზანი სხვადასხვა კომუნიკაციებში იქნება ეს საჯარო ხასიათის თუ კერძო ხასიათის ალტერნატიული საქართველოს სახე უჩვენოთ, წარმოვაჩინოთ ამბიციას სწრაფად ასრულების პირებებისკენ, რაც გახსოვს წლების განმავლობაში ქართული სხვადასხვა თაობების მხრიდან, პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან დახარჯული ძალისხმევა, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა იმ პოზიციები, რაც მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე ლიდერის ფუნქციას გასაფრთხილებლად ანიჭებდა. დღეს ეს ფუნქცია არის დაკნინებული, დღეს ეს როლი არის დაკნინებული, მაგრამ დასკვნებული რომ რესურსი არის. დღეს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამიტი გაიმართა, რომლის შემდეგაც მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხელი, მათ შორის დაკავშირებადობის ნაწილში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ სამიტის დასრულების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ სომხეთი შესაძლოა რეგიონში ახალი სავაჭრო გზების ცენტრად იქცეს.